გამარჯობა, მე ვარ სესე მესხი. დღეს შინდისის ღვთისმშობლის ეკლესიაზე გიამბობთ. ეკლესია სოფელ შინდისის ჩრდილოეთით სასაფლაოზე მდებარეობს. თარიღდება გვიანი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია აგურებითა და რიყის ქვით. კონსტრუქციის ნაწილები და კუთხეები თლილი ტუფით. შიგნიდან თაღოვანი, ხოლო გარედან სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. მის მარჯვენა მხარეს ერთი ღრმა სამკუთხა ნიშია, ხოლო მარცხენა მხარეს აგურის თითო სწორკუთხა და წრიული ნიშია. თაღოვანი სარკმლები დასავლეთ კედელში და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშიცაა. საკურთხეველში დგას სატრაპეზო სწორკუთხა ქვა. საკურთხევლის წინ აგურით ნაწყობი დანგრეული კანკელია. დარბაზის კედლებზე პილასტრებია, რომელსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. სამხრეთ კედელში კამარის ქუსლის დონეზე 2, ხოლო აფსიდის კონქის გვერდზე თითო რეზონატორია. მოგვიანებით კამარის აღმოსავლეთ ნაწილში ეყოლინლია აგურის საკვამური. აღმოსავლეთ ფასადზე თლილი ქვით სარკმლის თავზე გამოსახულია ტოლმკლავებიანი რელიეფური ჯვარი. სარკმლის ღერძზე შეღრმავებული ჯვარი. სახურავის ქიმზე ქვისგან გამოკვეთილი ცხურის თავი დგას. შენობას შემოვლებული აქვს აგურის თაროსებრი ლავგარდანი. სახურავი ორფერდაა, დახურულია კრამიტით. მოსახლეობა მირზაშვილების ნაგებ წმინდა გიორგის ეკლესიად მოიხსენიებენ, რასაც მოწმობს ეკლესიის კარის თავზე არსებული წარწერაც. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დამიჭერეთ ლაიქები და გამოიწერეთ ჩემი გვერდი დუდუს და სესეს ფერადი სამყარო. მიყვარხართ!